მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯაბა ნენიძე ვარ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში, ბულვარის კოლონადებთან. აქ როგორც უკვე ცნობილია, იგივე 16 სართულიანი მშენებლობა, რასაც აქ შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ. მშენებლობას აპირებს კომპანია ამბასადორი ბათუმი. მშენებლობის ნებართვა არის უკვე გაცემული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ასევე არის თანახმა, რომ მშენებლობა, რომელიც თავიდან იყო გათვლილი მხოლოდ 3 სართულზე, ახლა გაიზარდოს 16 სართულამდე, ხოლო 3 სართული იქნება მიწის ქვეშ, ანუ ჯამში 19 სართული. ერთ-ერთი აქტივისტი ზეინებ დიესამიძე მიმართავს ახლა აქციის მონაწილეებს, ჩვენ შეგვიძლია მას მოусმინოთ. ქვეყანას და ქალაქს აჩუქეს. აი ეს ბულვარი დღეს ისევ საშიშროების წინაშე დადგა. ისევ უხეში ჩარევები ხდება მასში. მე მინდა გითხრათ, რომ ბულვარი ის ადგილია, რომელიც ბევრ სენტიმენტებს იმსახურებს ჩვენგან. ბევრი ამ შეიძლება მის შესახებ ითქვას და ყველა ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მოგონება, ჩვენი რაღაც გვაკავშირებს ამ ბულვართან, მაგრამ გადავდოთ სენტიმენტები გვერდით. კანონი, ძეგლის შესახებ კანონი ირღვევა უპირველეს ყოვლისა და მასში ხდება უხეში ჩარევა და ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ დაიცვან ქალაქი და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა და ძეგლი, ისინი დასტურს აძლევენ. აი ამან გაგვაბრაზა ჩვენს უყველა ბათუმლები და ამან მოგვიყვანა აქ. ჩვენ კარგად გვახსოვს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის დროს, როგორ გაიკაფა სულიკო ჟღენტის სახელობის სკვერი და ჩვენ ყველანი აღშფოთებულები იქ ვიყავით. არაფერი შეცვლილა, პირიქით გაუარესა წამოვიდა ეს მშენებლობები და ეხლა ცენტრალურ მეორე ხეივანში შენდება მაღლივი კორპუსი. აღარ ლაპარაკობ მის ვიზუალზე და ესთეტიურ მხარეზე. ირღვევა კანონი ძეგლის დაცვის. ირღვევა ჩვენი უფლებები. ადამიანებო, ბათუმელებო, ჩვენ ამიტომ ერთად უნდა ვიყოთ. დავიცვათ და მოვთხოვოთ მათ, რომ დაიცვას ჩვენი უფლებები და ჩვენი საუნჯეც, რასაც ბულვარი ქვია. ეხლა მე ჩემს თავს უფლებას მივცემ. ეს ბათუმი ყველასია. ყველა გულანთებული ბათუმელის არის ბათუმის ბულვარის და ყველა მისი თვალსაჩინოება. მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ, რომ აქ მობრძანდით, მაგრამ თხოვნა მექნება. დღეს ჩვენ აქ ვილაპარაკეთ აი ამ სადგივარზე, რასაც ბულვარი და მისი ნგრევა ქვია. გთხოვთ, ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შევიკავოთ და გავერთიანდეთ ბულვარის ირგვლივ. თქვენს საქმიანობას პატივს ვსემთ, მაგრამ აქ დღეს ვცეთ პატივი ბულვარს და იმ თემას, რომლისთვისაც ჩვენ დღეს აქ ავართ. დიდი მადლობა. გთხოვთ ყველანი, ვისაც სურვილი გექნებათ, ვინც იტყვით დასახავთ და დასახული გაქვთ უკვე რაღაც გეგმა, თქვენი გეგმის ნაწილი ჩვენს გაგვიზიარეთ და იმოქმედოთ ერთად. არ დაიღალოთ ბათუმელებო, გთხოვთ. დღეს პირველი შეხვედრაა და ვფიქრობ ჩვენ ბევრი შეხვედრა გველის კიდევ წინ და ნუ დაიღლებით. 5 წლის წინათ თქვენმა ერთად დგომამ, ჩვენმა ერთად დგომამ, ანუ მთელი ბათუმის, ჩვენ ეს ბულვარი გადაგვარჩენინა. ეს იყო ზეინებ დიესამიძე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი აქტივისტი და კულტურული მემკვიდრეობის დამცველი, ხშირად გამოდის მსგავს აქციებზე, მათ შორის ბათუმის ბულვარში, როგორც ცნობილია, ბულვარში არაერთხელ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, როგორც დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ, ასევე წინამ მშენებლობები რაღაც ნაწილიც გადარჩენა და შეჩერება მოხერხდა სწორედ საზოგადოების აქტივობის შედეგად. მაგალითად აპირებდა ხელისუფლება, რომ ბულვარში ალია გაექვებინეს, თუმცა ეს სწორედ საზოგადოების აქტივობის შედეგად არ გამოუვიდა ხელისუფლებაში. შოთეფ მუჯაბიძე საზოგადოება ბათუმის აღზრდელი მიმართავს აქციის ავტონომიური რესპუბლიკის პირველმა პირმა
პირობა დადო გონის გაზეთ ბათუმელების საშუალებით გავიგეთ აქ გვესწრება გაზეთი ბათუმელები და დამიდასტურებენ რომ არ აშენდება იქ იმაზე მეტი რაზეც ნებართვარი გაცემული სიმართლე გითხრათ რიჟვაძის გადათქმული სიტყვა მე არ გამკვირვებია მაგრამ ხომ უნდა ქონდეს ფორმალურად მაინც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირს იმისი ერთი ადგილი რომ თავის სიტყვა დაიცვას ჯერ ერთი რომ საჯაროდ არ ტკიცდება და მხოლოდ რაღაც ბატონი ახვლედიანის პირით გველაპარაკება როგორც ალმოდებული მაყulis მაგრამ ფაქტი არის კიდე რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ხშირად არის რომ რაღაც არგუმენტები მოხავს რატო უნდა აშენდეს რატო არ უნდა აშენდეს და ასე შემდეგ ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა განსაკუთრებით არგუმენტი აქტიურობს იქეთ მხარე ეს ხალხი არ არის ცოტა ეს ხალხი არის ბევრი პრინციპში არის ხელისუფლება რომელსაც აქვს ყველაფერი სასამართლო მილიცია პოლიცია ჯარი артиლერია არ ვიცი ატომური იარაღი მგონი არ აქვს მაგრამ ესეც აკმარისია მაგრამ თუ კი ვთქვათ რამდენიმე არგუმენტს ისე აი ძალიან სიღრმეებში წარშევა კანონმდებლობის რატო არ უნდა აშენდეს პირველში არსებობს ჩვენი საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა რომელიც ჩვენ გვაქვს რატიფიცირებული რა სახის ნაგებობები შეიძლება აშენდეს საბაღის საპარკო სივრცეში ეს არის დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის ეს ერთი გვაქვს კანონი საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ რომელიც არის ძირითადი კანონი ძეგლზე სამუშაოების შესატარებლის ვიცით რომ ბულვარი არის ძეგლი სადაც ჩვენ ახლავთ გავართ ძეგლზე იქ არის ჩამოთვლილი რომ ეს უნდა იყოს რესტავრაცია ადაპტაცია რეაბილიტაცია კონსერვაცია და კიდევ ერთი არის დამავიწყდა მაგრამ არც ერთი ამ შემთხვევაში კონსტრუქცია მგონი არც ერთი ამ შემთხვევაში არ არის არც ერთ არ შეესაბამება შესაბამისად არის ყველა შემთხვევაში კანონით დარღვეული ეს არ არის არც რეკონსტრუქცია არც რესტავრაცია კანონში განმარტებული არის რა რას ნიშნავს არც ერთი მსგავსი არ არის კიდე ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევა არის ამ პროექტთან დაკავშირებით ჯერ ერთი რომ შარშან ზუსტად 1 წლის წინ მე მგონი ესეთ შემთხვევაში არ არის 1 წელი გაჩერდნენ იმიტომ რომ შარშან დიდი ხმაური მოყვა ამ ამბავს და გადაწყვიტეს რომ მოდი 1 წელი გავჩერდნენ და ზუსტად 1 წელი გაჩერდნენ რომ 15 სართულიანი პროექტი იყო მაშინ დიდი მოწონება ჰქონდა მახსოვს და კაკოწნელაძე იძახდა რომ ეს არის შედევრი და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ უმრავლესობა უარი თქვა იმიტომ რომ სწორედ თქვენი აქტიურობით იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამისი წინააღმდეგი წავიდა და წელს ისე შემოვიდა მსგავსი პროექტი რომელიც არ შეიძლება კანონმდებლობით თუ კი იქ არსებითი ცვლილებები არ არის და არ ჩანს არსებითი გარემოება ამ შემთხვევაში არ ჩანს ესეც კანონდარღვევა არის არსებობს ასევე კანონი ზონირების შესახებ რომელიც გადის ფიზკულტურის ქუჩა ერქვა მაშინ 94 წლის კანონმდებლობა არის დღევანდელი სველი კოჟღენტის ქუჩასთან და შესაბამისად სამსართულიანზე მაღალი დაუშვებელი არის კიდე ბევრი რაღაცა იმახსენდება ყოველ შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი კანონმდებლობა მსგავსი რომელიც რაიმე მსგავს დაუშვებს და აქ კიდე მთავარი არის ის რომ ამ ხელისუფლებას რიჟვაძე იქნება თუ ახვლედიანი იქნება ღია და საჯაროდ გვეუბნებია რომ თქვენი აზრი ბათუმელების მე არანაირად არ მაინტერესებს მე ფეხებზე მკიდია ბოდისაც არ მოვიხდი ამ სიტყვებისთვის აქ თავარი ვარ მე ეს ქალაქი ეს ბულვარი ეს ბათუმი მე და ამიტომ ბაბუაჩემა არ ვიცი ვიღაც აღა მაჰმად-ხან რიჟვაძემ და აღა მაჰმად-ხან ახვლედიანმა იმიტომ რომ მაგათ ერთი და იგივე წინაპრები ყავდა და სწორედ საქართველოს ამაოხრებლის გენეტიკა აქვს ფაქტია და რასაც მინდა იმას ვიზა. ეს არის ჩემთვის მხოლოდ ის საშუალება რომ მე აქ ფული ვაკეთო და თქვენი აზრი მე არაფერში არ მაინტერესებს. და სწორედ პირიქით არის, თუნდაც ის კანონებიდან მოხლები რა ჩამოგითვალე კიდე ძალიან ბევრი არის. თუნდაც ეს არ ვიცოდე და არც არავინ ახლა რატომ უნდა ვიცოდე მაგალითად მე კონკრეტულად რომელიც თქვა ვარ სულაწარო იურისტი და ბევრი რაღაცა არც ვიცი. თავარი არის ჩვენი ნება. თავარი არის ბათუმელების ნება. ბათუმში ის უნდა შენდებოდეს, ისე უნდა ინგრეოდეს, თუნდაც როგორც ბათუმელებს უნდა და არა ისე როგორც კონკრეტულ შემთხვევით რიჟვაძეს და ახვლედიანს უნდა. სწორედ ამიტომ ვარ დღეს ხალხნო აქ იმისთვის რომ დავაფიქსიროთ რომ აქ თავარი ვარ ჩვენ და არა ის ხალხი, თუნდაც კაკოძნელაძე, ერმილე მესხია, ზვიად ბურჩულაძე, ვიქტორია ხალვაში, ტარიელ ტუსკი ეს ის ხუთი ადამიანია, ამათ სახელმწიფოები ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინც ამაზე ხელი მოაწერა და არგუმენტები ქონდათ
აი სრულიად უსუსური და ალბათ ეს გამოძიების დროს შესაძლებელი არის საქმეში მაგალითად გეოლოგი ამბობს რომ იქ გრუნტი გაუძლებს და იმიტომ უნდა აშენდეს იქ 16 სართულიანი კორპუსი. არქიტექტორი ამბობს რომ 4 და 16 სართული ერთი და იგივეა. ერმილე მეცნი ამბობს რომ მე წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაინც ვაძლევ ხმას. და აი რაღაც მსგავსი უსუსური სულელური არგუმენტებით იგრევა ჩვენი ქალაქი. ეს ინტერვიუში განაცხადეს რომ იქ ოკში არც არაფერი არ იწერება, იქ არის თანახმოვარ და მორჩა. თანახმოვარ და მორჩა იმით თანახმოვარ აი ამ ერთი სიტყვით აქვს ქალაქს ძეძა ნატირები. არანაირი არგუმენტები არ არსებობს, არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული ცოდნა, კვლევა, სიღრმეებში შესვლა, კანონიდან მუხლების მოხმობა, რომელიც ამ საბჭოში ხდება, რომლის წევრი დიდი ხანია ვარ და ამ ხალხს ძალიან კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი წინასწარ ესეც რაღაც უნიჩო და გული სპექტაკლი იყო, რომელიც გუშინ ჩატარდა, გუშინზე ჩატარდა. და ასე შემდეგ. მოკლედ აპატიეთ რომ ძალიან ბუნდო და არეულად ლაპარაკობ, მაგრამ ვიცი რომ თქვენ ძალიან გული შეგსკივათ ამაზე და ვიცი რომ არ დაიხევთ უკან და არ დაუშვათ ამ საშინელების და საზღვრების და ამ მავნებლების ხელში ქალაქის ყოფნას და ყველაფერი ზუსტად სწორედ ისე გადაწყდება როგორც შეგვიდა, როგორც პატრონელებს გვინდა და არა მარტო პატრონელებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც ამ ქვეყნისთვის გული შეგსკივათ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით, მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ აქ ხართ. მართლა ძალიან რთულია, მე ძალიან დავიღალე, გულწრფელად გეუბნებით, უკვე მე რამდენჯერ გვიწევს ნერვების გლეჯა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სივრცე, დავიცვათ ამ ბავშვების სივრცე, რომლებიც ამ ქალაქში უნდა გაიზარდნონ და უნდა იყვნენ ბედნიერები. ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევენ სამწუხაროდ. ჩვენ გავიწოვებენ მაქსიმალურად და ჩვენი სივრცის შესანარჩუნებლად, იმ ზის სხივის შესანარჩუნებლად ჰაერისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ აქ არ ვიყოთ შევიწროებულები, არ ვიყოთ მეორე ხარისხოვანი ადამიანები, გვიწევს ბრძოლა სამწუხაროდ. მე და რაც თავია ამას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოვიყვანეთ იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები გაატაროთ. და რას ვხედავთ ამის სამაგიეროდ, ჩვენ ბათუმელებს, აქ მოსულ ადამიანებს ახსოვთ, როგორი იყო ის სივრცე, რომელზეც კიდევ ერთხელ ახდენენ ოკუპირებას. მე ზურაბ ბაქრაძე მახსენდება, ძალიან კარგი ურბანისტი, ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ბათუმის ამ სივრცეების აფეთქებას ოკუპაცია დაარქვა და სრულად ვეთანხმები ამ დეფინიციაში, ამ აზრში, რომ დიახ, ხდება ქალაქის ოკუპირება და სივრცეების მიტაცება. ძალით, ხელების გადაგრეხვით, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ბათუმელები ჩუმად არიან. ბათუმელები ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობენ, შედიან ყველა სივრცეში, თვითმმართველობაშიც ვიყავით თქვენ შეიძლება ეხლა ყველას არ აქვს ის ვალდებულება და არც მე მაქვს, უბრალოდ თქვენაირად არ შემიძლია. რომ თვითმმართველობა გადაწყვეტილებას რო იღებს და სხდომას რო ატარებს, იქ მივიდე. მაგრამ რომ მივდივართ, აი აზრც აქ არის და ჩვენ ბევრნი ვართ უკვე აქტივისტები, რომლებიც რომ მიდიან, არც ელაპარაკებიან, არც უშვებენ. ჩვენ ძალისხმევა დაგჭირდა იმისთვის, რომ იმ დღეს, როცა სოლიკო თებიძეს მოსთხოვა ქალაქის მერმა ყოფილმა არა მოიღო დღის რესპუბლიკიდან ამბასადორი, შევსულიყავით იმ შეხვედრაზე. მე იმ დღეს აღარ შემეძლო, რომ წინა დღეს, როცა სხდომის წინა დღეს კომისიაზე უნდა განხილულიყო ეს თემა, ჩვენ მივმართეთ ოფიციალურად, რომ გვინდა სიტყვით გამოსვლა. რა ხდება? საბოლოოდ მე რის თქმა მინდა, საზოგადოებას არ აძლევენ საშუალებას ხონდეს თავის ხმა. არ აძლევენ ამის საშუალებას და ამის პარალელურად, ვისო იმისთვის, რომ ჩვენ გავჩერდეთ, გვიქმნიან ფონს 400,000 ლარი გადაიხადეს იმაში, რომ ბულვარს ხონდა კონსერვაციის გეგმა. არ აძლევენ საშუალებას, დროს არ აძლევენ სპეციალისტებს, არც ეკითხებიან სპეციალისტებს, რომ აი თქვენ რომ მუშაობთ, ყველა რომ ჩაატარეთ, გადასკვნა დადეთ. ბულვარის ხელმძღვანელს არ აძლევენ საშუალებას, არ ეკითხებიან, ვის ეკითხებიან საერთოდ, ვინ არის სუბიექტი, ვის იღებს გადაწყვეტილებას, ვის სასარგებლოდაც იღებენ გადაწყვეტილებას, ძალიან მაინტერესებს. და როდის უნდა დაამთავრდეს ეს სისტემური დანაშაული, სისტემური, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ეს არ არის კონკრეტულ ერთ ადგილას მოთავსებული პრობლემა. აი სისტემურად, თორნიკე რიჟოთი დაწყებული, ქალაქის მერიის თვითმმართველობით, საკრებულო იქნება, ეს თუ მერი იქნება. კი იცვლება ეს ადამიანები, მაგრამ პროცესი არ თავდება ისევ
რომ ჩვენი ქალაქი უკვე შეიცვალა, რომ ძალიან ბევრი დავკარგეთ, რომ ზე უკვე ძალიან ვიწრო სივრცეებში გვაქვს და უკვე არ ვიცი რა აღარ შეიძლება ამაზე ლაპარაკი ამდენი, არ კიდე რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი. რას მოითხოვენ ჩვენგან ეს ხელისუფლება რას მოითხოვს რომ მაინც კარვები გავშალოთ და რაღაც კანონი დავარღვიოთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ჩვენი ხმა გაიგონონ იმიტომ რომ ვერავინ ვერ იტყვის რომ ქალაქის ხმა არ ისმის რომ ქალაქი არ იბრძვის ქალაქი იბრძვის მაგრამ ხელის გადაგრეხვით და ძალის დემონსტრირებით არიან ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ ამას უნდა ერთობლივად შევებრძოლოთ. მე გეუბნებით რომ მე ჩემს უკვე ბევრი ადამიანია, მაგრამ გაცილებით მეტი უნდა ვიყოთ იმისთვის რომ ამათ რა ადამიანებს გადაწყვეტილება ჩვენსა წინააღმდეგოდ იღებს. როგორმე შევეწინააღმდეგოთ ჩვენ ამის გამოცდილებაც გვაქვს. მე ამისთვის მადლობა მინდა გითხრა თქვენ ბრძოლა გრძელდება. ჩვენ დავისავით ეს ხეივანი ჩვენ დავისავით ვაფეხა. ჩვენ ჯერჯერობით მე არ მგონია რომ ბრძოლა წაგებულია რივიერაზე ეს ბრძოლა გრძელდება მართული სამართლებრივად ასევე გრძელდება ბრძოლა ამ შემთხვევაში თქვენ ეს ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ რომ ეს შეშენობა რომელიც უკვე მოცემულობაც გვაქვს უნდა ყოფილიყო 3 სართული მანსარდი უკვე მე-4 სართულია დაშენებული ამ ხელისუფლებამ ეხლა ლოგიკური რო იყოს და მართლა სამართლებრივად აკეთებდეს საქმეს და აჯარიმებდეს ამ ადამიანს 20 წელში ეს უკვე ექსპლუატაციაში უნდა ყოფილიყო შესული და რას ხედავთ იმის მაგერად რომ აჯარიმებდეს და სანქციებს ადარებდეს ახალისევ და ამას არა მხოლოდ აი ეს ახალისებულია ყველა კრიმინალი და ის ბიზნესმენი რომელიც არასწორად ექცევა ამ ქალაქს და ძალიან მე აი ერთადერთი ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ პროცესში ვიყოთ თავმჯდომარეები და ვიყოთ ერთად თუ გვინდა რომ ამ ქალაქში გვეცხოვრებოდეს მართლა ესე ამ დონეზე დგას ჩვენი საკითხი თუ გვინდა რომ ჩვენ ამ ქალაქში ვიაროთ და მზე გქონდეს მახსოვთ ხო სტადიონი იყო იქ იყო აუზი იქ იყო სივრცე და დღეს ვიღებ გადაჭედილ შენობებიან ადგილს არ იმსახურებს ამას ეს ქალაქი საქართველოში ერთ-ერთი სწორად დაგეგმილი ურბანული ქალაქი იყო ამას ხაზი გაუსვას ძალიან მნიშვნელოვანმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ იკომოსმა და თქვა რომ ქალაქი რომელიც არის იკომოსი ყველა ქალაქზე არ აკეთებს დასკვნებს გააკეთა ამ ქალაქზე გელაცთან ერთად მან თქვა რომ პრობლემები ექმნება ქალაქ ბათუმს და ამას ქალაქს ევროპულ ქალაქს რომელიც დიდებობას კარგავს და ამაში რომ ჩვენ ეს არ დავკარგოთ ყველა თვითონ ჩვენთაგან 170,000 ადამიანი ცხოვრობს ქალაქში თვითონ ჩვენთაგან გვაქვს ძალიან დიდი წვრილი შესაძალი და ვიბრძოლოთ ჩვენი ქალაქისთვის ჩვენი მომავლისთვის ჩვენი ცხოვრებისთვის ჩვენი ყოფისთვის უნდა ვიბრძოლოთ დიდი მადლობა საზოგადოება ბათუმის თავმჯდომარე ჩვენი ორგანიზაცია იწყებს სამართლებრივ ბრძოლას საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად ბათუმის ბულვარისთვის ჩვენ გამოვითხოვეთ გუშინ ყველა საბუთი მიუხედავად იმისა რომ მე ვარ იმ საბჭოს წევრი და ჩემ თვალწინ იყო ფაქტიურად მთელი ეს ისტორია და ვიცი დეტალები, მაინც გამოვითხოვეთ ყველა საბუთი და ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას დეტალურად, ყველა სამართლებრივი, პოლიტიკური, სახელოვნებაცოდნეო თუ სხვადასხვა საკითხების შესახებ, რომელიც იქნა დაშვებული ამ პროცესში. ისე რომ თქვენ იქნებით საკმაოდ ინფორმირებულები. მინდა გითხრათ, რომ ბათუმის ბულვარი არის ბათუმელების დასაცავი. თუ ეს ბულვარი ნამდვილად წარმოადგენს ბათუმელებისთვის კულტურულ ისტორიულ ღირებულებას და საზოგადოებრივ ღირებულებას და ესეც არის, მაგრამ ეს უნდა დაამტკიცოთ იმითი, რომ თქვენ გამოხატოთ თქვენი აღშფოთება იმითი, რომ ამ სივრცეს გვართმევენ ვიღაც მდიდარი ადამიანები იკავებენ ადგილს, ტერიტორიას ბათუმის შუაგულ ბულვარში
და თავის ბიზნესის საკეთებლად. ეს ასე არ გამოვა. ამისთვის სხვა სივრცეები არსებობს. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, სადაც რომელიც გახსნილი უნდა იყოს ყველასთვის. თუ ჩვენ მივეცით ნებართვა ბალნეოლოგიურ აუზზე და კომპლექსზე, იქ იყო საუბარი მხოლოდ აუზზე და არა სასტუმროს მსვლელობაზე. თქვენ დამერწმუნდეთ, რომ აქ ცოტა ხანში თუ ეს ნებართვა დამტკიცდა საბოლოოდ და აქ აშენდება, აქ იქნება კაზინო, ისევე როგორც აი ეგ მერიდიანის სახით აქ უკვე კაზინოები და არ გვინდა ჩვენ კაზინოები ბათუმის ბულვარში. არ შეიძლება ესა. ბათუმის ბულვარი უნდა იყოს საზოგადოებრივი სივრცე, სარეკრეაციო სივრცე, განსაკუთრებით ისტორიული ბათუმის ბულვარი, რომელიც არის დასვენების და ის ადგილი. თორეს საცურაო აუზი შეიძლება რომ იყოს და გამაჯანსაღებელი რაღაც სამართიშო ადგილი, რომელიც ტრადიციულად იქ იყო და ჩვენ ამაზე მივეცით თანხმობა და მაშინ შევახსენებ ასევე შოთა მაღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ერთი წლის წინ ზუსტად უარი უთხრა ამ კომპანიას რომ დასჯერებოდა იმას, რა პროექტის იყო დამტკიცებული, მაგრამ ეხლა უარყო. რას ნიშნავს? ჩვენ ესე იგი ვერ უნდა ვიდოთ ჩვენი ხელმძღვანელის სიტყვას, მის სიტყვას ფასი ხომ უნდა გქონდეს. ან გახარია სიტყვას, რომელმაც თქვა, რომ ბათუმში უნდა დამთავრდეს ფულის კეთება. მოკლედ უნდა დამთავრდეს ფულის კეთება კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ღირებულების ხარჯზე. და ამაში ჩვენ უნდა გარეშე საგამოწმებია. და კიდევ ერთი რამ უნდა გავიხსენო, რომ საქართველოს მიერთებულია ძალიან ბევრ საერთაშორისო კონვენციას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში. და თუ ჩვენი სახელმწიფო აპირებს, რომ 24 წლისთვის გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და შეასრულოს ეს კონვენციები. მათ შორის ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ არავინ არ მიგულებს ევროპაში. ჩვენ თუ არ გავითვალისწინებთ იმ ღირებულებებს, რაც არის ევროპისთვის დამახასიათებელი. დიდი მადლობა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა აქ მობრძანებისათვის. ჩვენ აქ შეკრებილი საზოგადოება ერთმანეთს ვეჯიბრებით ბათუმის სიყვარულში, ერთმანეთს ბათუმის სიყვარულს ვეფიცებით, ერთმანეთს ბათუმის დასაცავად ვექიშფებით, მაგრამ ადამიანები ჩვენს მეორე მხარეს, რომლებიც ეხლა გვიყურებენ ან ტელევიზორიდან, ან ლაივებიდან, ერთმანეთს ეჯიბრებიან ბათუმის გაყიდვაში, ერთმანეთს ეჯიბრებიან კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში, ერთმანეთს ეჯიბრებიან ჩვენი ისტორიის განადგურებაში. და ეს დღეს არ დაწყებულა, ეს დაიწყო წინა მთავრობაში, გრძელდება ამ მთავრობაშიც და გაგრძელდება სულ. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ბათუმი, ისევე როგორც დავიცავით წლების წინ, დავიცავით ეს ბათუმი ყველამე ერთად, სიყვარულით, ძალით, ჩვენი მონდომებით, ჩვენი უფლებების დაცვით და არანაირად არ უნდა მივცეთ არავის დღეს გაბატონებულ ძალებს იმისა, რომ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ღირებულება, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა დაშალონ, ამ ქალაქის იდენტობა დააბრუნონ და ეს ქალაქი საერთოდ გაახრონ იმ ქალაქების სიიდან, რომელსაც პატარა ყოფდა კულტურული ქალაქი ქვია. ამას აკეთებენ დღეს, ისე რომ კანონებს არ გვარენ, არც იგვეცებიან, ადამიანებს საერთოდ არ აგდებენ არაფრად და აძლევენ ვიღაც ინვესტორებს და ყიდიან ჩვენს ქალაქს. და თუ ინვესტორმა არ იცის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში არ შეიძლება აშენება სასტუმროების და ამას მთავრობა ჩვენ როგორც ეკონომიკური განვითარების და ქალაქის გადარჩენის სახელით ვყიდით, ნამუსი მაგარ. ესე იგი კანონი ირღვევა, ვიღაცა ფულს აკეთებს და ვიღაცა ამით ხელს იღებს. და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყოველს. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის საპროტესტო აქცია ბათუმში, ვინც ახლა შემოუერთდა ბათუმელების ლაივს, მე შეგახსენებთ, რომ
აქცია ბათუმში იმართება ბათუმის ბულვარის გადასარჩენად. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბულვარის კოლონადებთან. ეს ისტორიული ადგილია. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის ბულვარი ისტორიული ძეგლია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სწორედ აქ უკვე არ ვიცი მე რამდენად ხელისუფლება აპირებს რომ დაუშვას მაღლივი კორპუსის მშენებლობა და ძეგლის ცვლილება. აქ იგმება 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობა, აი აქვე სიახლოვეს ეს წანის სივრცეს სავარაუდოდ ჩაანაცვლებს 16 სართულიანი კორპუსი. ამბასადორი ბათუმი აპირებს სასტუმროს მშენებლობას, რომელიც იქნება რაღაც საერთო ცენტრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აღარ იქნება საზოგადოებრივი სივრცე და იქნება მაღლივი კორპუსის მშენებლობა ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს. სწორედ ამას აპროტესტებენ აქ შეკრებილი ადამიანები, ისინი მიიჩნევენ, რომ ძეგლზე ხელყოფა არ უნდა მოხდეს მინიმუმ მანამდე, ვიდრე არ იქნება შექმნილი დოკუმენტი, რომელიც დაიცავს ძეგლს და როგორც მოიხსენებათ, ასეთი ძეგლი, ასეთი დოკუმენტი ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის, ისე როგორც ბათუმის განაშენების გენერალური გეგმა ამ დრომდე არ აქვს. ბოლო რამდენიმე რიგების დაპირებაზე განაშენების გეგმა შეიქმნება, მაგრამ ამ დრომდე არ არის მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრ ადამიანს ხედავ, რომლებიც შორისიდან მოვედნენ, პირადად მე კომუნისტად ჩამოვედი. არ შემოძლო, არ ჩამოვსულიყავი და რატო? იმიტომ რომ მე მახსოვს წლების წინ როგორი იყო ბათუმის ბულვარი და ხედავ როგორი ხდება დღეს თანდათან ჩვენი საკუთრება, ხალხის საკუთრება, ისტორიის საკუთრება. როგორ გვასწრებენ საღა სწორად თქვა გუჯაბიძემ ამამახსას ხადები და მათი მოგესალმებით. ბატონი თემურ ყურაშვილი და ბატონი გია რამიშვილი. რომ გითხრათ მოკლედ თქვენი პოზიციები, რამდენად შესაძლებელად მიგაჩნიათ დღეს რომ გადარჩეს ბულვარი და არ დაიშვას 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობა? საერთოდ შესაძლებლად ალბათ მიმაჩნია, მაგრამ ამ რაოდენობით არა ნამდვილად. არ უნდა გამოვიდეს ქალაქი, მთლიანად უნდა გამოვიდეს ქალაქი და თუ ქალაქი გამოვა და გააპროტესტებს, მაშინ ხელისუფლებას ექნება სხვა გამოსავალი დაიხიოს უკან. აიხევს უკან ალბათ და ეს ხალხი მას ეს რაოდენობა მას ვერ შეძლებს. ამას ვერ შეძლებს. პრინციპში არაერთხელ იყო საზოგადოების აქტიურობა ბულვართან დაკავშირებით. ეს შეეხებოდა ალიის გაუქმებას, თქვათ, ხო? ასევე იგივე რვაფეხას შემთხვევაში, როცა გამოვიდა საზოგადოება, იყო პროტესტი და შეიცვალა გადაწყვეტილება. და ვერ იცვლება ხელისუფლების მიდგომა, რომ რეალურად ეს ბულვარია ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია და არ შეიძლება მისი ხელყოფა. რატომ არ იცვლება ხელისუფლების ეს დამოკიდებულება? თქვენ რას მითხრობთ? იმიტომ რომ ხელისუფლება არ იცვლება. თვითონ ხელისუფლება არ იცვლება. არა შეიცვალა ხო ხელისუფლება? წინა ხელისუფლების დროს აშენეს მაღლივი კორპუსი, რომელიც ეხლა ჩვენს უკან ჩანს. შეიცვალა სახეები, თორე თვითონ მიდგომები არ შეცვლილა. ამიტომ მე ვიძახი, რომ ხელისუფლება არ შეცვლილა. ფაქტიურად რაც მე ამას აკითხებ, მიდგომები რატომ არის ვერ იცვლება? მიდგომები რატომ ვერ იცვლება საზოგადოების პროტესტის მიუხედავად? ეთქობა პროტესტი არაა ისეთი. შესაბამისი პროტესტი, როდესაც პროტესტი იყო დიდი 50,000-იანი, 100,000-იანი, ყოველთვის შეიცვალა და ეს პროტესტი ახლა როცა რამდენია ხა 200 კაცი თუა მაქსიმუმი ესაა და ეს და დამთავრდა, მეტი არა. მე ვამბობ, რომ 5 კაცია და მე-6-ეთ მე მოვედი მეტი. ანუ ფიქრობ, რომ თუ იქნება საზოგადოება აქტიურად გამოვა საპროტესტო აქციაზე და მაშინ მოუწევთ შესაძლებელი იქნება იგივე რომ ეს მშენებლობა ვეღარ განხორციელდეს ბულვარში. მაშინ მოუწევთ უკან დახევა. მოუწევთ. მადლობა, ეს იყო თემურ ყურაშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხო? გია რამიშვილი, არქიტექტორის, ბათუმის მთავარი არქიტექტორიც იყო წლების წინ. თქვენ რას ფიქრობთ ამ პროექტთან დაკავშირებით? რამდენად შეცვლის ის ბულვარი, რამდენად დააზიანებს ბულვარს როგორც ისტორიულ მემკვიდრეობას? პროექტს არ შევაფასებ, ვერ შევაფასებ და არ შევაფასებ, იმიტომ რომ შეგნებული ის არის პოზიცია ჩემი პროექტებს არ ვაფასებ ხოლმე. მე არც ხელოვნებად ცოდნე ვარ და არც არქიტექტორის კრიტიკოსი არა. მაგრამ მაინტერესებს თავად ის ფაქტი, რომ 16 სართული შეიძლება აშენდეს ბულვარის ეს და არა არქიტექტურული სახე როგორი იქნება ამ პროექტში. რაც შეეხება არა ინდივიდუალურ მიდგომას და პიროვნულ რაღაც შეფასებებს, შემიძლია გითხრათ, რომ არ გვევს არქიტექტურის კანონმდებლობის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას. ცალკე არქიტექტუროს და ცალკე არ გვევს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტალურ საფუძვლებს. რაც თუ კი რამე არსებობს კულტურულ მემკვიდრეობაში თეორიის დოგმის პრინციპების სახით, ყველა არის დარღვეული. ჩემთვის ცნობილი ყველა პოსტულატი კულტურული მემკვიდრეობისა. მასშტაბი, ხასიათი, ადგილის სული, ბევრი რამე აბსოლუტურად განაშენიანების ხასიათი
აი საბჭოს წევრების არგუმენტები თქვენთვის რას ნიშნავს? წინ ამბობენ რომ რეალურად არ უნდა იყოს მშენებლობა, მაგრამ რახან დაიშვა თავის დროზე სამსართულიანი აშენება, რომ ეგ სამი სართული იქნება თუ 16 მშენებლობა ამას უკვე აღარ აქვს, თორემ ისინი ამბობენ რომ არ ეთანხმებიან ამ პროექტს. ეს რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ? არ ვიცი, მე ვერ ხსნი მაგას. თუ არ მოგწონს, მაშინ არ უნდა თქვა. თან საბჭოს მაგას ბევრია სალაპარაკო, ცალკე სალაპარაკო, იმიტომ რომ საბჭოს პრობლემა ახალი არ არის. და ამაზე ლაპარაკი მიდის ის რისი მონაწილეც მე ვარ პირადად 10 წელი არის იურიდიული დასაბუთება განუწყვეტლივ სისტემურად ყველა ახალშეცვლილი ხელისუფლების მიმართ იურიდიულად ვთქვით დავასაბუთოთ რომ საბჭოს მუშაობის ხასიათი სტილი უნდა გამოიცვალოს სხვანაირად უნდა მუშაობდეს საბჭო აბსოლუტურად ეს უნდა იყოს პროფესიონალების ეს სათათბირო ორგანოა ეს არ არის ან ქალაქმშენებლობითი საბჭო ან საზოგადოებრივი საბჭო რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას გაკეთდეს თუ არა ეს არის პროფესიონალთა საბჭო, ექსპერტთა საბჭო უნდა იყოს, რომელიც ამბობს, როგორი უნდა გაკეთდეს. რახან არის გადაწყვეტილება მიღებული და უნდა ისარგებლოს, ამ საბჭომ უნდა ისარგებლოს რაღაც ცნობილი, აი დეკლარაციებით, ოფიციალური დოკუმენტაციით, ის რაც არის დადგენილი აი ამ დარგში. კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში. მე ვეჭვობ, რომ საბჭოს უმეტესობას საერთოდ არ იცნობს კანონმდებლობას, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობას. არ აღიარებს ელემენტარულად იმის გამო, რომ არ იცნობს მე შინაარს. არ იციან, რას ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ანუ არ იციან თუ არის სხვა მიზანი, იქნებ რამე სხვასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ რეალურად ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ მე დარწმუნებულია, რომ არ იციან, იმიტომ რომ ამახიანად გამოდიან ხოლმე და ამის უკან მე მგონი უბრალოდ ხშირ შემთხვევაში უცოდინარობა და აი კონკრეტულად იმ მომენტის ახსნა არ მომწონს, მაგრამ მე ვეცი ხმა ამის ახსნა მე არ შემიძლია. მათ უნდა დაუწყოთ ეს კითხვა თვითონ უნდა რაღაც ახსნა ექნება ცხადია, მაგრამ არა ისინი ამბობენ რომ ჩვენ გუშინ ვესაუბრეთ მათ საბჭოს წევრებს, ისინი ამბობენ რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთ ჩარევებს ბულვარის ტერიტორიაზე და მაღლი მშენებლობებს, მაგრამ რახან იყო თავისაზე გაცემული ნებართვა იგივე სამსართულზე, ეხლა მშენებლობა აღარ აქვს, სამი სართული იქნება თუ 16 სართული. ამას დიდი მნიშვნელობაა, პრინციპული მნიშვნელობაა. იმიტომ რომ აი მთელი ეს დღევანდელი ბოლო უკანასკნელი 1 წლის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, კოვიდი მხედველობაში, თუ რამენაირად აისახება და უნდა აისახოს არქიტექტურულ სტანდარტებში და ნორმებში, ეს პირველ რიგში შეეხება სიმჭიდროვეს, ანუ ინტენსივობას. დარწმუნებული ვარ. ანუ ინტენსივობის გაზრდა არქიტექტურაში. ანუ ადამიანთა რაოდენობა რაღაც ფართობის რაღაც ერთეულზე. არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არქიტექტურაში. სპეციალისტისთვის ეს ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა იყოს. ამიტომ აი ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე 100 ადამიანი იქნება იქ მოსარგებლე ამ შენობით. თუ 500, ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. გარდა ამისა კიდე ბევრი რამეა სანახავი აქ თვითონ ობიექტზე. რამდენადაც მე ვიცი, არ გამოქვეყნებულა ჯერ პროექტი. თქვათ რა ფართობი აქვს, მიწის ნაკვეთის რა ფართობი უჭირავს. პროცენტულად რა რაოდენობის ტერიტორია უჭირავს და სხვა და სხვა. ხოლო სიმჭიდროვე არ არის აქ. კარგი, დიდი მადლობა. ის იყო სადგომებთანაა დაკავშირებული. კონკრეტულად აი ამ ზონაში ფუნქციიდან გამომდინარე. სამშენებლო ობიექტის ყოველ 120 კვადრატულ მეტრზე ერთი ავტოსადგომი უნდა იყოს ჩაუხერგავი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული. ამ მოკლედ ძალიან ბევრი მოთხოვნა ასე შემიძლია რა დიდი ხნის განმავლობაში ველაპარაკოთ. მადლობა, ეს იყო გიერამიშვილი, არქიტექტორი. საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში. აქციის ორგანიზატორები, სამოქალაქო აქტივისტები იმართავენ აქციის მონაწილეებს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც უჭირს ხმამაღლა საჯაროდ რაღაც თქმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი არ არის და ამიტომ გავარი სადაც გავარ. ახლა თუ ვინმეს უნდა რაღაც თქმა აქვს ბათუმელებისთვის, ან თავისი აზრის გამოთქმა, შემიძლია დაუწყო ჩვენი მიკროფონი და მიმართოს საზოგადოებას. თუ არა და ძალიან დიდი მადლობა და გავაგრძელოთ ბრძოლა, მეგობრებო, ჩვენ ისევ შეგატყობინებთ პროცესს, როგორც გაგრძელდება და მივხვდებით მას და სამართლებრივ დავას რაც შეეხება ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მოგაწოდებთ, როგორც კი თქვენ იცით, რომ რამდენიმე სარჩელი გვაქვს შეტანილი და ჯერჯერობით პროცესი სამართლებრივად ჭიანურდება, მაგრამ როგორც არის, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება
საზოგადოებას ბათუმელებს აქ ყველაზე მთავარი ძალა და აქ არის მთავარი ძალა და ჩვენ აი ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ძალიან დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, თავის შეწუხებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა და აუცილებლად გეტყვით, როგორც კი რაიმე ახალი ინფორმაცია გვექნება. ჯერჯერობით როგორც გითხარით, მხოლოდ ეს მოცემულობა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს აქ შესაძლებლობა უარი თქვას იმ აბსურდულ მოსაზრებაზე, რომ მას მოსწონს და კანონით იმოქმედოს. ჯერ კიდევ აქ ამის შესაძლებლობა და მე იმედი მაქვს, რომ გონზე მოვა. თუ ეს ასე არ მოხდება და პროცესი გაგრძელდება, ჩვენ აუცილებლად დაგიძახებთ ფირფასო ბათუმელებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან მეამაყებით და ძალიან მეამაყება ეს ქალაქი, იმიტომ რომ ეს ქალაქი მართლა ლამაზი ქალაქია და უნდა დავიცვათ. დიდი მადლობა დღეს აქ მოსულთათვის. ირმაზოიძე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტი. და იმ ადამიანებს, ვინც გაუწია ესეთ ორგანიზებას, ერთადერთი ძალა, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვაპო, აქციებს გულისხმობ. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს და ხელისუფლება უკან დახიოს, ეს არის ხალხი, ანუ თქვენ გაგიმარჯოთ, მრავალი ახალი წელი მოგასწროთ ღმერთმა, შვიდობა, სიკეთე, ბედნიერება და ყველაფერი კარგი მოხდებოდეს 2021 წელს. ისედაც უფლებათა დამცველია და არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ქალაქში, თუმცა ეს აქცია, ამ აქციას ორგანიზება დღეს გაუკეთეს სხვა აქტივისტებმა, მათ შორის ირმაზოიძემ და კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა კონკრეტულად. ამ პროექტისთვის საკეთებ იმასაც ადუმურად ვაკვა სიტყვა რამე საერთოდ აგი ამოგვიდია ახლა რომ გულის რა თემაზებად მოსულა? კი, ეგ ერთი ადამიანი ჯოსი ერთ დავწერთ და იქ გააკეთეს. თავისი აი როცა არ გამოვა და არ ბატონო თქვენ უსაუბროთ სწორედ გიორგი ნაგებად მე პირადად ვარ თქვენ რომ ერთ სურათება გაკეთდა მე ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ჩვენს გვერდით იყო უნდა გაცეცხლოს აი ზუსტად ასეთი მოღალატეების გამო არის რომ დღესაც დიალოგი უკანონო მშენებლობაზე ნებართვის გაცემა მაგი ვინ გასა მაგი ნებართვანა ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იმას მოკითხები არ მინდა ახლა უნივერსიტეტში ვაწელი აქეთ არ არის და იმის ჩtildeში და როგორც გუში მამმა გასა ისი მემკვიდრეები აქ არიან ეს შენობა რომელსაც მე ვაპროტესტებდი და ბუზუგუნების მოხდა ბატონო თქვენ არ გესაუბრებთ საერთოდ რატო აშენდა მომავალი ახალგაზრდა ეს უნივერსიტეტი არ უნდა აშენებოდეს რატომაც ზღვის პირას ზია გაიცემოდა ამერიკული დიპლომი მომავალი თაობისთვის აშენდა რომ საქართველოს ყველა და მომავალი განათლების თაობა იყო იდეა ბულვარში რატომ უნდა აშენდეს უნივერსიტეტი თუ ძეგლია ყველაფერს აშენდეს ბულვარში და მოპარული მანდატით რო შეხვედრით აი ეს არის 2004-ში თუ მოკარეს ეხლა რატო შეხვედი მაშინ სათამაშე ხანაკეთ ხარ ხანიკეთ
ჩავლეშილი გამოჩნდა საპროტესტო აქციაზე. ეს მოგვიხსენება არის ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ოპოზიციიდან შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის ერთნაირად მოძრაობის პროპორციაში იყო, გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციაში და თავდაპირველად აცხადებდა, რომ ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებს და როგორც ოპოზიცია ხარ გავს ქუჩაში და ამბობს, რომ ის არ აღიარებს არჩევნებს და ითხოვს ხალხმა რიგარეჟი არჩევნებს. ანალოგიური პოზიცია ქონდა ირაკლი ჩავლეიშვილს და საბოლოოდ ის შევიდა უმაღლეს საბჭოში და დღეს ის საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა. როგორც ხედავთ, ახლა აქციის ნაწილი უპირისპირდება ირაკლი ჩავლეიშვილს და მას პასუხობს იმის გამო, რომ ის უმაღლეს საბჭოში შევიდა. უნდა გწველოდეს. ახლა კაცი გწველოდეს. ახალგაზრდა ალექ ფერა როლექს ახლა. უბრალოდ გაინტერესებს ჩვენს ხოთა აკიდა ისინი თუ არ ვარგუნე გააწავით ხო ჩამოა რატომიდექი მის გვერდით რატომიდექი მის გვერდით რატომიდექი ახლა არჩევნებს რატოიყავით კამპანიას ხواتარებს მათთან ერთად რატოიდექი აი მიდი რატოიდექი მინიმუმ სინდისმა უნდა შეგაცდო. რა თქმა უნდა. არჩევნების დროს კარგად იყავდეთ, კარგად ჩვენზე გყურება მეტრის სივრცე ხარ სიცხვილია და მეტი აქ არჩინა იდგებ გაზე ვარ მოკლედ კითხვაზე პასუხი უნდა დაიდგეთ კითხვაზე პასუხი კითხვაზე ხელი მოსვლა არის კითხვაზე გაგვეცეთ პასუხი არ უნდა იყოს ახალგაზრდებს ესე გვეუბნები ახალგაზრდებს გვეუბნები ადი გვაქვს საქართველოს ვისი დამსახურებაა ეს თქვენ უმაღლეს საბჭოში ჩვენ დამსახურებით ეს უმაღლეს საბჭოში და სინდისმა უნდა შეგაწყვეტ და ბათუმელებთან ვერ უნდა გამოხვიდეთ შენ ვერ უნდა გამოხვიდეთ შენი პოლიტიკური ისტორია გაანადგურეს ამით გაანადგურეთ და თქვენ უნდა გწვენოდეთ ქუჩაში გამოსვლა იმიტომ რომ იმ ადამიანებს ვისი დამსახურებით და დღეს შენ უმაღლეს საბჭოში შენი კომფორტისთვის ვიხარ იმას გვეუბნებით და ზურგს გვაქცევ იმიტომ რომ ადამიანების სიცივეში და ყინვაში იციო 24 საათი რომ გამერწვათენ ერთი ახალგაზრდები მათ შორის იციე ის გამოგიშვა არავის არ ახლა გამოუშვა ვინმე შენ რა ბათუმზე ჩვენო გული არა გაზო მაგარი პოლიტიკოსი უმაღლეს საბჭოს ტრიბუნა გამოიყენე და ხალხისთვის იზრუნე შენი კომფორტისთვის კი ნუძრუნა უნდა გწვენოდე აი მადანია ვისიტაც უმაღლეს საბჭოში ხარ ზურგს გვაქცევ სამარცხვინო ის შენებლობა რომელიც მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში და ეს არის ეგრეთ წოდებული მცოცავი ოკუპაცია ბულვარი თავისთავად ჩვენი ბულვარი ჩემ წინააღმდეგ კი არ უნდა გამართონ აქცია ვინც ეს ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ააშენა თავისთავად და დაიწყო ბულვარის მიტაცება
იმას მოუწყო დიახ ეხლა ჩვენს ერთად რომ დავდიოდით კარტაკარ ჩვენს ერთად კარტაკარ რომ დავდიოდით მაშინ კარგები ვიყავით ეხლა რომ ავა ყველა აღარ გამოგესწრება ქალაქში ეკიდო და აღარ გამოგესწრება ქალაქში ბათუმელობაზე რომელ ბათუმელი მოგალადე სიცხვილი და მონა ბათუმის სიცხვილი ყადა ერისის სიცხვილი საუაგის მონა ეხარ მონა ასე მოგიწევ სიარული შენ მონა არის ტიპიური, რომელმაც ჩვენს ხალხს შევიდა უმაღლესი საფრთხე. პოლიციის გადის უკვე აქ. აგიტყდება თავზე ეს ჩემი ნამუშევარი ხმებით წარგენ უმაღლეს საფრთხეში ამ ხალხზე მოპარული ხმებით უმაღლეს საფრთხეში ჩვენს არტაგანო დადიოდი მაშინ შემოდიოდი კონტაქტი არჩევნები გაყავდა და შენ პარლა უმაღლეს საფრთხეში ხარ? არჩევნები გაყავდა და უმაღლეს საფრთხეში ხარ? არჩევნები გაყავდა და უმაღლეს საფრთხეში ხარ? ნაციონალების დროს ეთყავდებოდა. არჩევნები გაყავდა და უმაღლეს ისი დამსახურებით ეხლა გამოცულთა დასაპროტესტო დივანიშვილი კანკორაში იყო. იქა და დასაპროტესტო გესაგ რატო გამოგვიდი დასაპროტესტო სადი ფორმული ჟუაძეს უმაღლესი საბჭოს წევრი ხო არის აქციაზე მოსული ხალხო დაინტერესდით თქვენ მივიდეთ თორნიკე ჟუაძე გამოათრიოს კაბინეტიდან და მოთხოვოთ პასუხი რისთვის შევიდა უმაღლეს საბჭოში ეს მოპარული ხმებით და აი ამ ხალხის ნამუშევარი რატო შევიდა უმაღლეს საბჭოში იმიტომ რომ მოთხოვოთ მთავრობის კონტროლის უფლება რესპუბლიკური მთავრობის კონტროლის უფლება აქვს უმაღლეს საბჭოს მათ შორის ირაკლი ჩავლეიშვილს აქ მოსვლას იქ რატო არ მოვიდა და რიჟვაძეს რატო არ თხოვთ პასუხს იმიტომ არ თხოვს რომ რიჟვაძის დავალებით არის შესული რიჟვაძის დავალებით არის შესული და ეს კაცი არის მონა და იქნება მონა ყოველთვის ამ კაცის არანაირ პროტესტს არც ბათუმელებისთვის არც ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს ეს კაცი არის მონა დამთავრდა შენ არ გაქვს უფლება ილაპარაკო ნარსულზე შენ არ გაქვს უფლება ილაპარაკო ნარსულზე იმიტომ რომ ჩემთან ერთად იჯექი შენ იქა კაბინეტში როცა იპარავდეთ მე ჩემთან ერთად იჯექი ხო ზუსტად ჩემთან ერთად იჯექი შენ კაბინეტში შენ ცალკე კენჭი რო იყარო 10 კაცი არ მოგწევს შეხვედრაზე ჩემთან ერთად დაბიო ე მონა შენ აგირჩია ვინმე დანით ეხ ვიდი ყველა ადამიანს აქვს თავისი გამოხატვის უფლება.
ელა რასაც ესენი აკეთებენ გასაგებია ჩემთვის. გულიანი ხალხი არის, მაგრამ ხანდახან გულს გონებას უნდა მიაყოლოს ადამიანს. ის რაც ხდება ბულვარში, იმის გასაპროტესტებლად მოვედი მე. დადანერაგია, მე ტექნიკურ უნივერსიტეტს რატო ახსენებ? ამიტომ რომ არის არგუმენტი რახან იმ დროს დაზიანდა და დანაშაული ჩაიდგინეს, ეხლა შეიძლება გამართლებული იყოს. ბულვარის მიტაცება ამ ხელისუფლების დროს კი არ მოხდა რა, ბულვარის მიტაცება ყველა ხელისუფლების დროს მოხდა. განსაკუთრებით ეს დაიწყო ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დღეს რატომ აკეთებს თავაზე აქცენტს? როდესაც სად იყო ეს ხალხი? მაშინ რო აპრავებდნენ. მაშინაც ეს ადგილი ბულვარი იყო, ეგრეთ წოდებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რო აშენებდნენ. და დღეს ხო ხედავთ, ყველა მთავრობამ თავისი წილი შეიტანა ჩვენი ბულვარის ოკუპაციაში. ამას ასე დავარკვევდით. ცოცხალ ოკუპაციაში. გასაგებია, ეს გამართლებაა ეხლა დღეს ნაციონალიზმის იყო და მე მაშინას თუ რა პარალელი ისწავლებ და რა საპროტესტები რა სიხლარად იყიდები შენ მაშინაც ხუთლარად გაჩუნდი და ახლაც ხუთლარად ჩუნდები რასაც მე ვფიქრობ ხუთლარიანი დეპუტატი ხარ შენ ხუთლარიანი ასე რომ ხალხმა შეაფასოს ვის რა პოზიცია ვის რა უკეთებია ამ ქალაქში თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა რო აყალბებდა მაშინ რატო იდეთ წინასაარჩევნო ჩვენს გვერდით გითხარით გაგვეცეთ ამაზე პასუხი ქალაქის მუნიციპალიტეტში. ახლაც ისევა. ჩემს სიტყვას ყოველთვის ვიტყვი და არავის არ იქნება დამოკიდებული ის მე სად მივალ, აია ხელფასი კარგია. 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 ხელფასი მონახა. ეს იყო ჩავლეში, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეები დაუპირისპირდა. აქ გამოჩნდნენ პოლიციელებიც, მათ შორის ირაკლი ჭედიშვილი, საჭირის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა და სწორედ პოლიციელები ცდილობენ ეხლა რომ ირაკლი ჩავლეშვილმა დაატოვოს. აი, გავახსენებთ მანქანა თუმო გაატარეს მანქანები ადგილი. მანქანები გამოატარეთ თუ არის რამე დარჩენილი რა. გადავიწიოთ. ეკიპაჟმა მიუთითეთ მანქანები და ამოწმეთ. ჩვენ ახლა ვიყოფებით ბათუმის ბულვარის ცენტრალურ სასაფლაოდთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი დაუპირისპირდა უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს. ირაკლი ჩავლეიშვილი, ვინც არიცით, მე შემიძლია შეგახსენოთ, რომ არის ერთადერთი დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, ვინც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა და დაიკავა დეპუტატის საორდელი. სწორედ ეს გააპროტესტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ დრომდე აჭარის მთავრობის სახლის წინ აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს და მიიჩნევენ, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყავდა და ისინი ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. მათ გააპროტესტეს და უთხრეს ირაკლი ჩავლეიშვილს, რომ მას არ ჰქონდა ამ აქციაზე გამოსვლის უფლება და გააპროტესტეს მისი ყოფნა აქციაზე. საბოლოოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციელების დახმარებით მოახერხა აქციის დატოვება. Davusha. აქციის მონაწილეები უკვე დაიშალნენ, გამოვიდა რომ ირაკლი ჩავლეიშვილი წავიდა მარჯვნივ, აქციის მონაწილეები მარცხნივ, აი მთავარ შესასვლელთან კოლონადებთან. ადგილზე რჩებიან პოლიციელები. ნახოთ საბოლოოდ რა ხდება საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს გაიმართა პირველ საათზე ბათუმის ბულვარის გადასარჩენად.
საბოლოოდ პოლიტიკური გამოვიდა ეს აქცია და პრინციპში აქცია უკვე დასრულებული იყო მას შემდეგ როცა დაიწყო დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე ირაკლი ჩავლეიშვილის გამო, რომელსაც მოუხდა ამ აქციის დატოვება სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა გააპროტესტეს მაღლები კორპუსის მშენებლობა, საუბარია 16 სართულიანი კორპუსის აშენებაზე ბათუმის ბულვარის შესასვლელში, აი აქ რაც ხედავთ ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვე ახლოს. ადრე იყო ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელიც 2 სართულიანი იყო. შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა სულ 3 სართულზე და უნდა ყოფილიყო მე-4 სართული, როგორც მან სარდა. თუმცა საბოლოო ჯამში კომპანიამ, ეს არის ამბასადორი ბათუმი და მისი მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქეები, გადაწყვიტეს, რომ აღემართათ აეშენებინათ 16 სართულიანი შენობა და 3 სართული მიწის ქვედა, ანუ ჯამში 19 სართული. კულტურული ძეგლების დაცვის საბჭოს უმრავლესობა არის თანახმა, რომ აშენდეს ამგვარი ფორმით ბულვარის შესასვლელში ეს შენობა, თუმცა საბოლოო ნებართვა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ჯერ გაცემული არ აქვს ამ ცვლილებებზე. თუმცა ის ამბობს, რომ არის თანახმა, რომ ამ სახით განხორციელდეს ეს პროექტი ბათუმში, ანუ აშენდეს მაღლები კორპუსი ბათუმის ბულვარში. პრინციპში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბულვარში ჩარევა ხდება, ბულვარი ისტორიული მემკვიდრეობაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა ამ დრომდე, როგორც ბულვარის კონსერვაციის, ასევე ქალაქ ბათუმის განაშენების გენერალური გეგმა წლების გასვლის მიუხედავად, დაპირების მიუხედავად არ მიუღია ქალაქის ხელმძღვანელობას და პასუხისმგებელ პირებს. და ამიტომაც შესაბამისი ჩარევები ამ დრომდე ხდება, მათ შორის არაერთხელ იყო ბულვარში სხვადასხვა სახის ჩარევის მცდელობა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ვერ გამოვიდა სწორედ საზოგადოების აქტივობის შედეგად. მაგალითად, დაგეგმილი იყო ბათუმის ბულვარში, რომელიდან გაუქმებული იყო ალია და ეს ალია ვერ გაუქმეს სწორედ იმის გამო, რომ იყო საზოგადოების პროტესტი. ასევე თქვა, იგივე ბულვარში მდებარე 8 ფეხას გაუქმებაც იგეგმებოდა და მაშინდელი ხელისუფლება ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო მისი რეკონსტრუქცია და უნდა გაკეთებული იყო სასურაო აუზი, მაგრამ 8 ფეხას ასევე გადარჩა და მისი გადარჩენა მოხერხდა, რეაბილიტაციაც ჩაუტარდა 8 ფეხას. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ინვესტიციების გამართლების სახელით ბულვარში აშენდა რამდენიმე მაღლები შენობა, რომელსაც თქვენც ახლა ხედავთ კადრში, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ. მოჭრის წინა ხელისუფლების დროს გამოჩნდა ეს მაღლები კორპუსები აქ, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში. მაშინ საერთაშორისო იმართებოდა საპროტესტო აქციები და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე და აქტივისტი იყო იგივე კარპო ძნელაძე, რომელიც დღეს არის ძეგლების დაცვის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და ის არის დღეს თანახმა, რომ აშენდეს 16 სართულიანი შენობა ბათუმის ბულვარში. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. დღეს საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა უთხრეს მონაწილეებს, რომ ისინი შეეტყობინებენ საზოგადოებას, როგორ განვითარდება პროცესები და არ არის გამორიცხული, რომ ხელახლა გაიმართოს ისევ აქციები ბათუმის ბულვარის გადასარჩენად. გავესაუბროთ ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომ გავიგოთ რა იგეგმება საბოლოოდ და ამით დაგემშვიდობებით. ბოდიში ირმა ბათუმელების ლაივში ვართ. რო გითხრათ მოკლედ, როგორც ორგანიზატორმა, რა არის დაგეგმილი, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი და რაზეა დამოკიდებული ამ შემთხვევაში ამჯერად უკვე ბულვარის გადარჩენა. ისე როგორც სხვა დროს, ამჯერადაც ძალიან ბევრი არის დამოკიდებული სამოქალაქო საზოგადოების ზოგადად ბათუმელების აქტიურობაზე. სხვა რაღაცებზე არ რეაგირებს ეს ხელისუფლება, როგორც ვიცით რა, ერთადერთი რაზეც რეაგირებს საზოგადოების მობილიზებაზე. ზოგადად საზოგადოების განწყობა იცის ამ ხელისუფლებამ, მაგრამ მხოლოდ მაშინ აკეთებს რეაქციას, როცა ხედავს რა რეაქციას აკეთებს. ანუ რაღაც პაუზას იჭერს, მანამ სანამ ახალი აქცია არ იქნება. ანუ დაჩაცრება ყოველდღე თავიდან იწყება. ამის არაერთხელ გამოხატა ხო
საზოგადოებამ პროტესტი არაერთხელ გამოხატა, იგივე ალიევის შემთხვევაში, იგივე აფეხაზე. რატომ ვერ იცვლება ეს დამოკიდებულება და ხელისუფლების მიდგომა, მათ შორის იგივე ბულვართან მიმართებაში? მეც მიგვრს, სიმართლე გითხრათ, მართლა რაც ყველაზე მეტად მახსოვს, რომ საზოგადოების ძნელია, ძალიან ძნელია, რომ ყველა მიცის, რომ ძალიან ძნელია საზოგადოება ყველას თავის პრობლემა აქვს, თავის საქმე აქვს, თავის გაჭირვებია, რა ვთქვათ, მაგრამ ითხოვს ეს ხელისუფლება გეუბნება, რომ გამოდი და მომაჯანჯღალე და კარი შემომინგრია და მიყვირე. სხვა შემთხვევაში რეაქციას არ აკეთებს და ჩვენც სამართლებრივად ვიბრძვით რამდენიმე სასამართლო პროცესი გვაქვს, ერთ-ერთი გუშინ შევიდა სასამართლო რივიერა პროექტთან დაკავშირებით. ხო, ანუ ვერ იტყვი, მე მგონია, რომ არ თუ მგონია, როცა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე ლაპარაკობენ საქართველოს მასშტაბით, ბათუმი ერთ-ერთ აქტიურ ნაწილად განიხილება და ვერავინ ვერ იტყვის, რომ აქ ადამიანები პასიურები არიან, აქ ადამიანები არ ხმას არ იღებენ, ლაპარაკობენ, მაგრამ სისტემა მუშაობს ყველა თავისი ინსტრუმენტით, რომელიც მას აქვს, მუშაობს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ და ამას ჭირდება ჩვენ საზოგადოებრივ საზოგადოებაზე ზოგადად ბათუმელებიც გამოცდილებას იღებენ, ჩვენ ხო არ ვაქვს ამის გამოცდილება. ვიღებთ გამოცდილებას და აი დღეს მოვიდნენ ბათუმელები, რომლებიც იცნობენ ამ გადაწყობილებას მიღებს ადამიანებს და ამბობენ, რომ მესიჯები მიწერეს, დაურეკეს და კითხეს ეს რატო გააკეთეთ. ანუ ამ ტიპის ზეწოლა საჭიროა რა, სხვანაირად არ გამოდის. მე იმიტომ კი რომ იმათ მორალი აქვს. ძალიან არ მინდა რომ ბევრი რაღაცა თქვა, მაგრამ დღეს დაინახეთ აქ ორ ადამიანს როგორ მისდევენ. ანუ ამ ადამიანებს უნდა გქონდეთ უხერხულობის განცდა. მორალი ამ ადამიანებთან არ არის. კანონი ამ ადამიანისთვის არ არსებობს. ანუ რაღაც ფიზიკურად უნდა ანუ ფიქრობთ რომ დისკომფორტს თუ შეუქმნიან მოქალაქეები, გადაწყვეტილების მიღებ პირებს ისინი იძულებული გახდებიან რომ შეცვალონ თავიანთი ხედვები. სანამ ხელს რაღაცას მოაწერენ, უნდა იცოდნენ ამის სამაგიეროდ რას მიიღებენ. ჯერჯერობით სამაგიეროდ არაფერს არ იღებენ. არ იღებენ უხერხულობის მომენტი არ აქვს. აი ეს უნდა შეიცვალოს. რატომ უღირთ? ისინი ვერ ეცნობიერებენ, თქვა რასთან აქვს საქმე, არ იცის, თქვა იგივე საუბარ ახლობილ ეს არის ბულვარი და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. თუ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? რამდენად შეიძლება იყოს აქ რაღაც სხვა ინტერესი? თუ არ იცის, უკვე მოვიდა დრო, რომ არ მიცეთ მას საშუალება მიიღოს გადაწყვეტილებები. საშიშია. კაცმა რომელმაც არ იცის რატომ არის იქ, ის ადამიანი საშიშია და ის უნდა გათავისუფლდეს. და ჩემი აზრით უკვე იმ თანმიმდევრობით, რასაც ის აკეთებს, იმსახურებს იმას, რომ არათუ გათავისუფლდეს, პასუხი აგოს სამართლებრივად და მივა მაქამდე დრო. ანუ ისევ შეიძლება გაიმართოს აქ აქციები ბულვარის გადასარჩენად და როდის შეიძლება იყოს ეს აქციები ეგრე ვთქვა? ხო, პროცესი არ დამთავრებულა. ერთი არც მაშინ თუ ეს დაკანონდება არ იქნება პროცესი დამთავრებული, მაგრამ ვიცით რომ ეხლა თუ თქვენ არ აქვს ინფორმაცია, კი გააჟღერა ოფიციალურად და საჯაროდ კითხვა ახლდიანმა რომ მე მომწონს ეს პროექტი და ხელს ვაწერ, მაგრამ ხელი არ ვიცი, მე მგონი არა აქ მოწერილი. იმედია რომ აი ხა ამ ეტაპზე ის ყველაფერი შეჩერდება, თუ ასე არ მოხდა, შემდეგი ეტაპი არის თვითმმართველობაში გადაინაცვლოს და რა თქმა უნდა იქაც მოგვიწევს დავა. ამის პარალელურად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, ყველა ვერტები, მათ შორის აქციები, მათ შორის სოციალური ქსელები, მათ შორის ეს ახლობლობა და მეგობრობა. კი ბატონო, ვიწეროთ, შევაწუხოთ, შევქმნათ დისკომფორტი ამ ადამიანებს და ამაში თუ ვინმეს დახმარება ჭირდება და რაღაცა ორგანიზება, რა ეთყობა როგორც ჩანს ჭირდება, გავაკეთებთ ამას ორგანიზებულად, ვიღაცებს ეს როგორც ბათუმელს შეიძლება მე მოუწოდებ ყოველს რომ თავის რესურსით, თავისი შესაძლებლობებით და რაც მას მოაფიქრდება, ამ რესურსით შეეცადოს რომ შეგაწუხოს და შეგვაწუხოს ჩვენაც. ჩვენთანაც შეიძლება ბათუმია საზოგადოება, სადაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაგოსტოს, ისი თქმა უნდა, რა შემოგთავაზებს, და იდეები აქვს და ერთად ვიბრძოლოთ. ჩვენ უკვე რაღაც გამოცდილება ყველა ვიგითმა ბათუმებმა მივიღო და არა მარტო გამოცდილება, ვიწვნიეთ ჩვენ თავზე. ჩვენ ვიცით უკვე ბევრი დაზარალებული ადამიანი, რომელიც იმის გამო არ დაზარალებული, ამ ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა, ეს იყო ირმა ზოიძე, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი. დღეს საპროტესტო აქცია პრინციპში უკვე დასრულდა, ადამიანები დაიშალნენ, აქ რამდენიმე წუთით იყო ერთგვარი ინციდენტი.
როცა საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი დაუპირისპირდა გამოჩენილ ირაკლი ჩავლეიშვილს, ეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატია ოპოზიციიდან და პრინციპში ერთადერთი ოპოზიციონერი, ვინც შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. აქციაზე დღეს შეიკრიბნენ ბათუმელები, ისინი აპროტესტებენ ბულვარში ახალ მშენებლობას, საუბარია 16 სართულის აშენებაზე, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში. იმის მიუხედავად, რომ ეს არის ისტორიული მემკვიდრეობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არაერთხელ იყო თან არაერთი ხელისუფლების მხრიდან ბულვარში ჩარევის მცდელობა, ალის გაუქმება, იგივე რვაფეხას აღება, თუ ახალი კორპუსის სასწორების მშენებლობა და ეს რიგ შემთხვევაში ხერხდებოდა ხელისუფლების შეჩერება საზოგადოების აქტივობის შედეგად. ნახოთ ამ შემთხვევაში რას მოახერხებენ ბათუმელები, შეძლებენ თუ არა ისინი ბულვარის გადარჩენას. ესეთი იყო დღევანდელი საპროტესტო აქცია. მე ჟურნალისტი ჯაბა ანენიძე ვარ, ეს ბათუმელების ლაივი იყო. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. დარჩით ჩვენს არხებზე ბათუმელები ჯი და ნეტგაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, არა მარტო ბულვარში, არამედ რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.